Am დრომდე ჯგუფური ანგარიშწორების მონაწილე 15 პირიდან მხოლოდ ერთი არასრულწლოვანია დაკავებული. ჩვენ შინაგან საქმეთა სამინისტრო გვიდასტურებს, რომ გამოძიება სწორედ ჯგუფური ძალადობის მუხლით არის დაწყებული, თუმცა ამ დრომდე მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი ინფორმაციით სხვა პირებიც არიან გამოკითხული, ხელბორკილები მხოლოდ ერთ არასრულწლოვანს დაადეს. ის ამ დრომდე არის დროებითი მოთავსების იზოლატორში, ელოდება ბრალის ოფიციალურად წარდგენას. მისი ადვოკატის პოზიციაა, რომ არასრულწლოვანს არანაირი ინტერესი და შემხებლობა ქურდულ სამყაროსთან არ აქვს, ამიტომ მისთვის საერთოდ უცნობია, რატომ გავრცელდა ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ ჯგუფური ანგარიშწორების მოტივაცია სწორედ აღნიშნული იყო, თუმცა მტკიცებულებები და მათ შორის ჩვენებები, რომელიც გამოძიებას უკვე აქვს, ნამდვილად უთხოვარად ადასტურებს იმას, რომ კონფლიქტი დაიწყო სწორედ TikTok-ში დაწერილი კონკრეტული კომენტარის გამო და ამ კომენტარში კი ნაცემი ძმები არასრულწლოვნებით 13 და 15 წლის ბიჭები სწორედ აუგად მოიხსენიებდნენ ერთ-ერთ კანონიერ ქურდს. ჯერჯერობით უცნობია, როდის წაუყენებენ ბრალს ოფიციალურად დაკავებულ არასრულწლოვანს, თუმცა სავარაუდოდ ეს მოხდება დღის ბოლომდე. ამის შემდეგ უკვე ჩაინიშნება სასამართლო პროცესი, სადაც მოსამართლე აღკვეთი ღონისძიების შეფარდებასთან დაკავშირებით იმსჯელებს. ის არის 16 წლის არავითარი რაღაცა ისეთი რაღაცა არ არის ავტორიტეტი რაღაცა ვთქვათ ისეთი რომ რაღაც ქურდულ სამყაროსთან კავშირში იყოს მისთვის არ არის ინტერესის სფერო ზოგადად ეს სისტემა დიახ და არ ვიცი აი მოკლედ ძალიან გაოცებული ვარ მესა თვითონაც რომ საქმეს რაღაცა აი ამ შესაძლებელია ჯგუფს რომელიც არასრულწლოვანებს შორის მოხდა დაერქვა რაღაცა ქურდული სამყაროს ინტერესების დაცვისათვის ბრძოლა თუ მათი ხარდაჭერისთვის თუ ნუ მოკლედ ასე შემდეგ რომ ზოგადად აღკვეთის ღონისძიება ის გამოყენება არ უნდა მოხდეს ვინაიდან თქვენს უცნობია რომ ის 16 წლის არის ჩვენ გამოვცხადით საკუთარი ინიციატივით როდესაც გავიგეთ რომ პოლიცია დაინტერესდა ჩვენი პიროვნებით და სახლში მიაკითხა ჯგუფური ანგარიშწორება არასრულწლოვან ძმებზე ქურდული სამყაროს შეურაცხყოფის გამო გორის ცენტრში მოხდა მოედანზე, სადაც მთელი დღის განმავლობაში არის ხალხმრავლობა, თუმცა დღეს პირველებს ადგილობრივები გვიყვებიან, რომ დიდი ალბათობით ეს ქურდული გარჩევა იყო საღამოს საათებში, სწორედ ამიტომ ბევრ ადამიანს აღნიშნული რამ არ უნახავს. მაღალი ალბათობით ის ადამიანები, რომლებიც უშუალოდ ინციდენტში მონაწილეობდნენ, სწორედ მარტოები იმყოფებოდნენ ამ დროს ტერიტორიაზე. ჩვენთვის ასევე ცნობილია, რომ არსებობს ჩანაწერი, აუდიო ჩანაწერი მაშინ, როდესაც ფიზიკურად სასტიკად უსწორდებოდნენ არასრულწლოვნებს ორგანიზებული ჯგუფის წევრები, მაღალი ალბათობით თავად ახორციელებდნენ ჩაწერას. ეს აუდიო ჩანაწერი არის შემძარავი მოსასმენი, ისმის როგორ ურტყამენ და როგორ ითხოვს დახმარებას ორი არასრულწლოვანი და შემდეგ ასევე ისმის როგორ შიშობენ თავდამსხმელები, რომ შეიძლება მხედველობაც კი დაკარგოს ერთ-ერთმა არასრულწლოვანმა, იმდენად მძიმე დაზიანებები მიაყენეს მას სახეში და თავში. გამე იქნებოდა და გამე არა ვარ ხოლმე. გამე არა. ისე აქ ბევრია ბავშვები. ბავშვები კი ახლა სპორტული ის არის. ბავშვები არიან ხოლმე გულსავობენ, რავი, ხელგულსამართლობენ, კალათბურთს სამართლობენ. რა მოხდა არც არ ვიცი. მოკვრითაც არის. არა, ვერ გეტყვი ყველაზე. არასრულწლოვნება რო სცემეს ერთმანეთს. აქაურები არიან ისა. არ ვიცი ბატონო ჩვენგან ყველგან ხდება და აბათაკაც მოხდა არ ვიცი. იყო ისე მოსული პოლიცია. ჩვენგან ესმის არ ვიცი. აბა მაჩივარი არავინ არ არის და არავინ არ ატრიალებს აქ და ხდება. თუ არის პოლიციის საქმე და მიხედავს პოლიციამ. ხო, ბავშვები თამაშობენ ხოლმე, კი, მაგრამ მე არ ვიცი. სიმართლე რო გითხრა, არ ვიცი გიგა. არც კარგი გიათ. არა. თავარ კითხვად რჩება, რატომ არ აკავებს შინაგან საქმეთა სამინისტრო ორგანიზებული ჯგუფის იმ წევრებს, რომლებიც არასრულწლოვნების ცემაში ასევე იღებდნენ მონაწილეობას და ასევე ვისი დავალებით გაუსწორდნენ ქურდული სამყაროს შეურაცხყოფის გამო არასრულწლოვან ძმებს, რომლებიც სასტიკად არიან ნაცემები და სამედიცინო დაწესებულებაში გადაყვანა დასჭირდათ.